გამარჯობა აფხაზეთში. ლურჯონთებო თეთრო სანატორია მომენაგრამზე სინათლის მფენი მომენაგრასვა რომელიც ჩვენია ვისურვებდი ახლა სოხუმის ულამაზეს სანაპიროზე ნამდვილი ბრეხალოვკიდან გესალმებოდეთ. ადგილიდან, სადაც რიგითი სოხუმელები პროფესიონალურ დონეზე არჩევდნენ პოლიტიკას, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებას, სპორტს ან უბრალოდ ქალაქურ ამბებს. მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობაში, სხვა გარემოში მიწევს ბრეხალოვკაზე როგორც მოგონებაზე საუბარი. შენი ძველი მეგობარი მიცა მე ენემეოსიდიანი ვარ, რეჟისორი. და აგერ უკვე 1 წელია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტს სოხუმურ ბრეხალოვკას ვაკეთებ. მთელი აფხაზეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის საპატივცემლო და ძვირფას მწერალ გურამ ოდიშარიასთან ერთად. 1 წლის განმავლობაში ბატონი გურამი მასპინძლობდა სტუმრებს წარმოსახვით ბრეხალოვკაში და იხსენებდა მათ სოხუმურ ამბებს. ბატონ გურამთან შეთანხმებით გადავწყვიტე, რომ წლის ბოლო შემაჯამებელი გადაცემა რესპონდენტებთან თვითონ ჩამეწერა. მათთვის კამერის მიღმა კი არ მესმინა, არამედ ასე პირისპირ, უშუალოდ. გული თეთქა შენთან ყოფნის სურვილით მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, არაჩვეულებრივი სოხუმური ბრეხალოვკის სტუმრებო. მინდა მოგილოცოთ პირველ ყოვლისა ახალი წელი და გესურვოთ ცხოვრებაში ყოველივე სიკეთე, ჯანმრთელობა, მშვიდობა რაც თავარია და მალე შინ აფხაზეთში დაბრუნება. დღევანდელი ჩვენი შეკრება ბრეხალოვკაში მინდა დავიწყო იმ იმედით, რომ ჩვენ ძალიან მალე დაუბრუნდებით იმ ბრეხალოვკას, საიდანაც ჩვენ ძირითადად მოგონებებით და კარგი ამბებით მოვდივართ. ეს დრო ალბათ მალე დადგება და მანამდე კი ესე შორიდან ვეფერებით, ასე ვთქვათ, ვირტუალურად აი ამ ბრეხალოვკას. გავიხსენოთ, რა არის თქვენთვის ამ გადმოსახედიდან ბრეხალოვკა? ეს იყო ჩემის აზრით სიყვარულის ადგილი. იქ ხალხი მიდიოდა იმისთვის, რომ ერთმანეთს მოსიყვარულებდა. ერთმანეთს გაეზიარებინა ქალაქის ახალი ამბები, ელაპარაკანათ ერთმანეთთან, ფიქრი იმაზე თუ რა უნდა ყოფილიყო კიდევ უკეთესობისთვის გადადგმული ნაბიჯი, ურთიერთობა, იუმორი რა თქმა უნდა, ეს იუმორზე იყო აგებული ყველაფერი. იქ რიტორიკა იყო, ისეთი ადამიანები იყო, განსწავლულები, ენამოსწრებულები, რა ვიცი, მოსიყვარულეები და არ იყო ნაციონალობა. იქ არ იყო ქართველი, რუსი, სომეხი, აფხაზი. ვიყავით ყველა ერთი. სოხუმელები და თან კიდე ბრეხალოვკელები, კიდე ცალკე თემა იყო. ახლა მე მაგალითად უფრო პინგვინისტი ვიყავი აგერ ამერანთა გვერდით, ვიდრე ბრეხალოვკაში, მაგრამ რა თქმა უნდა იქაც მიწევდა ყოფნა და რომ იქ უფრო უფროსი თაობა იყრიდა თავს, ჩემზე უფროსი თაობა. აქეთ ამერანთან უფრო შვახნის ხალხი ვიყრიდით თავს. ანალიზი შეეძლოთ ადამიანებს დაწყებული სპორტიდან და დამთავრებული პოლიტიკით გაგიკვირდებოდა, აი დღეს სპეციალისტებს ეძახიან თავის თავს და რაღაც ერთი წელს რაღაც რო არიან განსწავლულები, ვითომ ესე არ იყო, აი მართლა იცოდნენ ის რაც უნდა, რაზეც ლაპარაკობდნენ. ბრეხალოვკა ოჩემშირეშიც იყო. სოხუმში რა თქმა უნდა, აი კუკურის გვერდით იყო სოხუმში, ეს მე ჩემი სტუდენტების დროს მახსოვს, მაგრამ
ოჩამჭირეში ეს ბრეხალოვკა იყო ჟივაბისტნაი მასტერსკაია და მე ვიტყოდი ბრეხალოვკა ეს მარტო არ იყო ის ინფორმაციის გაცვლის ადგილი, აქ იყო ინტელექტი, აქ იყო განათლებული ხალხი მოდიოდა და არგუმენტებით საუბრობდა. აი ტელევიზორს მივდარე დღეს რო არის კაცი და რო უყურებს, ისე დავდიოდი ბრეხალოვკაში მეც ის დიდები, ის ხალხი რომელიც იმ დროს იყო ის ცეკა, მეკა რაღაც ის მან რაკნა, ის საიდან დაიბადა, ეს ყველაფერი რა. და ცალკე იყო რა თქმა უნდა ბრეხალოვკა სტადიონზე ჩეთადო ჩამჭირიში. იქ თავს ეყრიდა პროკურორი გინდა, მილიციონერი გინდა, ბოდიში ბლატო გინდა, ცვეთნო გინდა. იქ მიდიოდა მსჯელობა უკვე ფეხბურთზე. სტადიონი იყო სულ 10-15 მეტრში ზმიდან, ზღვიდან. ხო და იქვე იყო 100 მეტრში რესტორანი, მე და როცა დაღამდებოდა ყველა მიდიოდა რესტორანში. ან ყავას მიირთმევდა, ან შამპანიოს. თან ბევრი იყო აფხაზები რა, მეგობრები, ძალიან ბევრი მეგობრები იყო, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის დადებითი. რა ვიცი მე, როგორ გითხრათ, არ არიან ცოცხალი ეს ვალერი დელბა ეს ნუზარიძე აჟვა ვინ ჩემთან ესა ფეხბურთს თამაშობდა 10 ღმერთმა ისინი და ეს 30 წელი გავიდა და რა უნდა უთხრა ახლა მე იმ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ის სხვა მენტალიტეტით არის გაზელი და ჩვენ კიდე ვიყავით სხვა მენტალიტეტით გაზელი. ჩვენი დაფუძნებული იყო ჩვენი მენტალიტეტი ერთმანეთის სიყვარულზე, ერთმანეთის პატივცემაზე, უმცროს უფროსობაზე. სხვადასხვა აფხაზები მას ისწენ ეს უმცროსობა, მაგრამ რატომღაც მე შენ თუ გიძახე, შენ ჩემი ძმა ხარ და შენ მე ესე ბიძაშვილის ხარ რო არ მეტყვი, ცოტა საწყენია, მაგრამ რას იზარ. ბრეხალოვკა მარტო ჩვენთვის კი არ არის. იქ ვინც დავტოვებთ იმათვისაც არის. ჩვენ იქ ერთმანეთთან რო ვიკრიბებოდით და რო ხუმრობდით იუმორით და ველაპარაკებოდით და რაღაც ერთმანეთს იმათაშიც ვახშობთ, როგორც ჩვენ გვახშობს. ეს არ შეიძლება წარიშალოს ადამიანის გონებიდან. მაგრამ თავარი არის როგორც მაშინ ვიყავით ჩვენ რა ერთმანეთის ამირანმა ძალიან კარგად თქვა. წავე კრიტიკაც იყო, წავე იუმორიც იყო, მაგრამ მე სიცილი. არავით არ შემგვაჟი წყენება კი არ იყო, მაგრამ სიცილი. მართლა ახალი ამბების საამქრო იყო აი ეს ბრეხალოვკა. ბრეხალოვკაზე რასაც ვამბობდით, ის ადრე თუ გვიან მან შესრულდებოდა. ეს იყო რაღაცა, იმიტომ რომ იქ ისეთი არაფერი არ წამოიბოდა, რომელიც ლოგიკას მოკლებოდა. საფუძვლიანი საუბარი. საფუძვლიანი არგუმენტებითი. არგუმენტები ჰქონდა იმისი, ზოგს გაგონილი ისეთი წყაროდა რაღაცა და აი ამიტომ ერქვა მას ბრეხალოვკა კი არა. ეს იყო ნასტაიაშე აკადემია. კი, აზრების ერთი რაღაცა ამას უწყობდა ხელს ჩვენი ურთიერთსიყვარული. გვიყვარდა ერთმანეთს ყველანი. არ ვეკითხებოდი ჩვენ ნაციას. ჩვენთვის ნაცია არ იყო. სოხუმჩანინეს არის ერთი ნაცია. და საერთოდ სოხუმელები გამოვირჩეოდით ალბათ ამითი რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთს. და მე სოხუმს ვცემდით პატივს. სოხუმის ყოველ მოქალაქეს. დღეში ერთი-ორჯერ მაინც ბრეხალოვკაზე შევდიოდი. ნუ ასე იყო მიღებული და ალბათ რეკორდსმენი ვიქნები ბრეხალოვკაზე სიარულით. შედა ჯუგული. აი ახლა ჯუგული რო შევახსენე. ერთხელ ჯუგულის რაღაც კამათი მოვიდა და აი თუ არ გჯერათო, შუქრის კითხეთო. ჯუგული გაჩერდი მეუთხარი, ახლა შენ კი ხარ ავტორიტეტი, მაგრამ მე ხარ ავტორიტეტი არ ვარ. ახლა რა ხალხი იყო იქ? მე მგონი ნაციონალური საკითხი იქ არ იდგა და ყველა ვინც ბრეხალოვკაზე მოდიოდა, ყველა იყო სოხუმელი. ნაციონალურად, აი რუსულად ჟღერს ეს, მაგრამ მიპა ნაციონალის все სოხუმჩანზე, ხო? იტყოდნენ ასე. ესე იგი, ყველა სოხუმელი იყო იქ. ახლა მე კი ვიმუშავე დიდხანს რედაქციაში და ვიცოდი ვინ სად მუშაობდა. და როცა ნუ ნაშვადღეებს მივდიოდით ბრეხალოვკაზე, მე ვიცოდი რომ ეს კაცი მოვიდა კელასურიდან, ის მოვიდა აჩადარიდან, სადაც ქალაქის ფარგლები იყო და თითქმის ყველა კუთხიდან ახლა
აჩადარიდან და კელასორიდან ერთ 9 საათი მაინც უნდა ბრეხალოკამდე მოსვლას. ამიტომ ყველა იქ იყრიდა თავს. ეს იყო ისეთი ადგილი, სადაც ინფორმაცია ჩქარავცელდებოდა. აი, ჩვენ გაზეთში რამეს თუ დავდებდით ინფორმაციას, იმას მეორე დღეს გებულობდა ხალხი. ერთ დღეს რაღაც ახალი ინფორმაცია მოვიდა, გაზეთი არ ბეჭდავს. ვიკითხე რა მოხდა, მეთქი ჩერნენკო მოგდაო. მაგრამ 3 დღეო გრიპი აქვსო, არ შეიძლება ამის გაზეთში დაბეჭდო. აი, ვიცი მე და ვიცი იცის ლინოტიპის ეს ვის მიიღო ეს ინფორმაცია. წავედ ბრეხალოკაზე და ეს ჩემ კაი მეგობარს უთხარი, მოთ არავის არ უთხრა მე. ახლა ყავა დავლიო და უბრუნდები უკან 200 მეტრია რედაქციამდე. ის ბრეხალოა არის. წრე დაარტყა სანაპიროდან და აქეთ შევხვდა მე რედაქციასთან. შევხვდი ახალ ამბავს გეტყვი, ოღონდ არავის არ უთხრა. ამეთქი და ჩერდეკო მოგდო. ხო ჩქარავცელდებოდა ინფორმაცია ბრიხალოკიდან, ვიდრე სანამ გაზეთი ამას გამოაქვეყნებდა. ჩუვა და არ ვინ გაგუგო. იყო იქ დინამო თბილისის გულშემატკივრები, იყო ლანჩხუთის გურიას გულშემატკივრები, ერთმანეთს ეჭხუბებოდნენ, მაგრამ ეჭხუბი არასოდეს არ გადასულა ნაციონალური კუთხეში. არასოდეს. იყო სუფთა სპორტული კამათი. მადლობა მინდა ინიციატორებს გადავუხადოთ დღევანდელი შეკრებისა, რომლის უმთავრესი მიზანი არის კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ჩვენს წარსულს, გავიხსენოთ ერთობლივი თანაცხოვრება, როდესაც ვიკრიბებოდით ადგილზე, სადაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის აფხაზი იყო, ქართველი იყო, რუსი იყო, სომეხი იყო. იქ ყველა ვიყავით ერთი ქვეყნის შვილები, რომლებიც ფიქრობდით, მსჯელობდით, კამათობდით. ის არასდროს არ გადადიოდა ჩარჩოებს. ამიტომ არის თუნდაც 30-35 წლის შემდეგაც კი არ კარგავს მნიშვნელობას ის ლოკაცია და ის ადგილი, რასაც ქვია ბრეხალოვკა, რაც ესე გვენატრება ჩვენ. არწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ინგურს მიღმა, ან ძალიან დიდი ნაწილი და უფრო დიდი ნაწილი გასული არის საზღვრების მიღმა და იქიდან ადევნებენ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესს და მოვლენებს, ასევე განიცდიან და ასევე ფიქრობენ, რა გზებით მოხდეს ჩვენი კვლავ ერთად ცხოვრება და ბუნებრივია. დღევანდელი შეკრების უმთავრესი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საკუთარ თავს, შევახსენოთ ჩვენს მეგობრებს უახლოეს მომავალში, უნდა შევკრათ, უნდა მოვნახოთ შეხების წერტილები, აი ამ ფორმატში გარკვეული როლი გაცვლილი შეიტანოს თუნდაც დღევანდელებმა ღონისძიებამ და თუნდაც ბრეხალოვკამ. რა შეეხება ბრეხალოვკას, ეს იყო ყველა მიცით სასტუმრო აფხაზეთი რო იყო მაგის გვერდზე. პინგვინის ბრეხალოვკა მაშინ არ არსებობდა. ეს კუკურის ჩაი ხო? კუკურის ჩაის გვერდი, თავარი მოქმედი პირი ამ ბრეხალოვკის, აი როგორც უფროსმა იმან თაობამ ვიტყრაგე, იყო ჯუგული წოლაია ცხონებული. ჭიჭი გაბუნია, ალბათ გახსოვთ. ვაჟა პაკელიანი დომენტიჩი, ვახო ჭიშკარიანი, ჩვენი ჭანტურია ედიკა სებიშხიფსოსოვზია. ერგუჯაგულედანი. ო, კი ბატონო, ერგუჯაგულედანი და ბევრი ვიღაცები და აი პინგვინის ბრეხალოვკა. ეს მეორე ის არის ვარიანტი. თანამედროვე იქ იყო აი ძველ ბრეხალოვკაში SSR-ის ფეხბურთი. ნუ არ იყო მაშინ, მერე თაობა კიდო იყო ისეთი, რომ SSR-ის ფეხბურთი და აი ჯუგული და ესენი ყვიროდნენ 7 საათის დილიდან უკვე. იქ ხო ცხოვრობდა ხალხი გასულ სასტუმროში. იყო ტურისტები და ცხოვრობდნენ ეძინა შვეიცარიაში. ხო და ისინი ლაპარაკობდნენ, გააგდეთ ეს ხალხი გვეზიდება, მაგრამ ვინ გააგდებდა მაგათ. მერე ჯუგული რაღაცა ტაბლიცა გააკეთა ჩემპიონატ SSR პირველ ადგილზე კიევის დინამო, თბილისის დინამო და იყო ერთი ალბათ. ხო და პინგვინში უკვე სხვანაირი ის იყო ბრეხალოვკა. ახალგაზრდები მოდიონ სტუდენტები. როგორ გითხრათ, იტალიის ფეხბურთის გულშემატკივრები, იქ ინტერიო, მილანიო, იუვენტუსი. უკვე იცოდნენ ინფორმაცია, უკვე რაღაცა იყო ინფორმაციები და
მაგრამ იქიდან ჩვენთან არავინ არ დადიოდა პინგვინში. იმ ბრიხალოვკიდან. ვიღაცა აწყენინეს მე მგონი ეს ცხონებული ალბათ გახსოვთ იოსკა გალანტე ტაქსი მძღოლი ხო იტალიელი იყო ბაგი არა სოხუმში დაბადებული გაზრდილი და არასდროს ეს კაცი არ მოსულა პინგვინში და მოვიდა ამ კაცისთვის იყო ბრეხალოვკა ბრეხალოვკა იყო მეორე სახლი всё და იგინება და ერთი ამბავია და ჯუგულის აგიდებს გამოვედი გარეთ მივხვდი რაღაცა მოხდა что случилось Ёска дорогой ну გამარჯვებით ვისწავ ამ კაცს ასე არ შეიძლება იყოფნა გაგიჟდა ეჯუგული ვავშეო და რაღაცებს ისეთ რაღაცებს ველაპარაკებაო ყოფნა არ მინდაო უკვე ანუ კამათი არის კამათი ფეხბურთზე აბა სხვა იქი პოლიტიკა კი არის მე ჩამოვიტანეს იტალიიდან მილანის ჟურნალი აი სკელი ჟურნალი ფეხბურთისა მილანზეა ყველაფერი ფერადი სურათები და რაღაცები და მე ვთხარი ეხლავი მოგიდუხებ ყავას და თქვენთვის მაქვს პრეზენტი მოუტანე ეს ჟურნალი ვა ეს რა არის футбольный клуб Милан привезли из Италии 40 лет говорит хожу на Брехаловку კაცი შულს არაფერი არ უჩუქნია ჩემთვის მე ვთხარი მოდით ბიჭო აქ გადმოდი აქ ხო მილანი იუვენტუსი ეს და რა გინდა იყვეთ არ წავალო მაგრამ როგორ თქვენ არ გიდაგიათ არ მიდაგია მაინც ვერ გადმოვიდა არა გადავიდა იქით გადავიდა მეორე დღეს ვერე ვაგი არ ვიდა ზურფასო სტუმრებო ჩვენ ახლა ბულგარეთიდან ჩაგვერთვება სოხუმელი ავტომრბოლელი ბატონი დავით კვარაცხელია იგივე დავიდონე ახლა ხაზზეა მოგესალმებით ბატონო დავით მოგესალმებით ბატონო დავით როგორ ბრძანდებით გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარეთ ღმერთმა ქნას რომ ძალიან მალე მოკლე მომავალში ჩვენ ყველანი სოხუმში ნამდვილ ბრეხალოვკაში შევხვედროდით და იქიდან წაგვიყვანოს ეს გადაცემა გაიხარეთ ანიმალიო ჩემო დათო ავალ ახალ წელს რატო ამირანი ვარ გაიხარე ჩემო ამირან გაიხარე ბედნიერებას გისურვებ ყოველივე იმას რასაც შეიცავს სიტყვა ბედნიერება როგორც გესმის ისე აღსრულებელი მრავალ ახალ წელს გაიხარა წარმატებები გეცხოვრებ თქვენშვილებთან და შვილიშვილებთან აცი ძალიან მოხარული ვარ რომ ყველას ხედავ ჯამთელად ბედნიერად ულოდავ ყველა სოხუმელებს ყველა აფხაზეთელებს და სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს შობას დაბრუნების წელი ყოფილიყოს ღმერთმა ინებოს რომ ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდობიანად შევძლოთ მე მაგ ახლო კავშირები აფხაზეთში და ისინიც ასეთი განწყობით არიან უმრავლესობა მე ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ეს მშვიდობიანად მოხერხდება დაუბრუნდებით იმედი გაიხარეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ და ღმერთმა დაგლოცოთ მრავალ ახალ წელს ჩვენ ამით არ გემშვიდობებით ჩვენ გველოდებიან სტუმრები რომლებიც მთელი წლის განმავლობაში თვეში ერთხელ გვერდებოდნენ და ჩვენს ბრეხალოვკას ამდიდრებდნენ თავიანთი სოხუმური მოგონებებით ბატონო გოგი თქვენ რა სიტყოდით ბრეხალოვკის შესახებ დიდი მადლობა მოწვევისათვის ბერგში ბრეხალოვკა მართლა ძალიან ჩვენი რა ვიცი იმ მაშინ ახალგაზრდები ვიყავი და ჩვენი სადაც შეკრების ადგილი იყო ბრეხალოვკა ფრანგები ყავდა დელეგაცია საფრანგეთის Air France-ის ავიაკომპანიის წარმომადგენლები და აქ ბრეხალოვკაში წავიყვანეთ ყავა რაჩვეულებრივად აკეთებდა ბატონი ამირანი და ისე მოეწონათ რომ ყოველ საღამოს დადიოდნენ იქ ტურისტში იყვნენ მოწყობილი როგორც მოგესწრებათ და იყო არაჩვეულებრივი და უკვირდა რომ ყველა ერთმანეთს ვესალმებოდით თქვენო ამასე ყველა ერთმანეთს იცნობთო ამდენ ხალხს იცნობო კი მეთქი ვიცნობ მეთქი ვერ წარმოვიდგინათ რომ ამდენ ხალხს ვიცნობ და ყველა კოცნი და იმი და მე რო გავიარეთ კიდევ
სანაპიროზე მიქაც ბევრი ხალხი იყო ნაცნობი და ასე რომ ძალიან გაუკვირდა და მე რომ მიფრინავდნენ მისამართი რაღაც სურათები ხო გადაიღეს და მისამართად გამოაგზავნოთო და მეორე მოთხრა რა ადგინდა ეს მისამართი გოგი ფასაციასო დაწერე საბჭოთა კავშირი გოგი ფასაციასო და მივაო ძალიან მაგარი იყო ბრეხალოვკა მე რა ძალიან ბევრი რაღაცები მახსენდება განსხვავებული ახალგაზრდობის დროს ბევრი რაღაცა საქმეებიც წყდებოდა ბრეხალოვკის ენაზე რო ვთქვათ ყველანაირი გაგების ხალხი იკრიბებოდა. კი. ბრეხალოვკის ენაზე შეიძლება ასე ვთქვათ. ბატონო რეზო, თქვენ რას გაიხსენებდით და როგორ გახსენდებათ ბრეხალოვკა? მე ვამაყობ რომ სოხუმელი ვარ, იმიტომ რომ ყველა ვინც არის ნამყოფი სოხუმში ამაყობს იმით რომ აი იხსენებს მთელი ცხოვრება. რომ აი სოხუმში ვიყავის ახლო მონაკვეთი წამედიან მთელი ცხოვრება ჩვენო სოხუმში. სულ სხვა რა იყო დადებითი ახალი თაობისთვის რომ სოხუმი ქალაქი აძლევდა დახასიათებას. ახალი თაობისთვის კარგი რომ რამე არ უნდა შეხსნოდა. სწორი ცხოვრებიც უნდა გესვა. რაც ბრძანეთ ბრეხალოვკაზე, თქვენ სწორი ბრძანეთ რომ ყველა ფენის ყველა საზოგადოების ყველა ორგანოს ხალხი იკრიბებოდა და თავის იმას და ახლა ახაც რო ყვებით ვისაც დაულევია ბრეხალოვკაზე ყავა მარტო ის კი არ იყო რომ ქვიშაზე აკეთებდა და ამირანი აკეთებდა ამირანი თავისთავად სიტყვის აქსოდა სულ სხვა იყო არა მარტო გემონები ხარისხი ხანდახან ურეკავ ზოგი უცხოეთშია ზოგი რუსეთშია ურეკავთ ერთმანეთს და იხსენებენ იმ ტილ დღეს გატარებულ სოხუმში სოხუმის სულ სხვა რაღაცა იყო სულ სხვა პეცი ჰქონდა და საოცარ განსხვავებული ქალაქი იყო თავისი მდებარეობით და ასე კოლორიტი და ხალხი თვითონ ისე იზრდებოდა რომ ყველა თაობის ხალხი იყო რაც განსხვავებული არ აქვს მშობარა პროფესიის იყო ეს სოხუმელი იყო და სხვა ხასიათი ჰქონდა სხვა ურთიერთობა სოხუმი ბილ გორად ბიზნაცი ბიზნაცი и без фраиров ეს ფრაირო ეს უკვე თქვენ დააბადეთ ხო არა ეს მართლა ასე ბატონო ნუგზარი აი თქვენთვის რა არის ბრეხალოვკა ბრეხალოვკა ეს უნიკალური ადგილი იყო არავის არ დაუნიშნია და არავის არ თქვი რა აქ იქნება ბრეხალოვკა რა ეს თავისთავად ჩამოყალიბდა რა ვისგან როდის რატომ არავინ არ იცის და თვითონ სიტყვა სხვადასხვაერს ბევრმა არც იცის ალბათ რას ნიშნავს ეს სიტყვა პირდაპირ თარგმანით მაინც და მაინც მიმზიდველი სიტყვა არ არის მაგრამ უკრაინული სიტყვაა სხვადასხვა უკრაინულია ნიშნავს ბრეხალოვკა ხო რავი საჭორაოსა ეს სალაყბო სატრაბახო რა ვიცი ყველა ნუ მართლა უნიკალური ადგილი იყო რა თქმა უნდა და ყველას თბილი მოგონებები გვაქვს რაზე ელაპარაკი ბრეხალოვკა ისეთი რაღაც არის რომ სოხუმელები ერთმანეთს ხვდებით ერთმანეთს უყვებით ყველაფერ ამბავს ვიხსენებთ სოხუმის ამბავს ერთმანეთს ვეფერებით და გვინდა რომ სოხუმში შევხვდეთ სოხუმელებს ჩვენს თანამემამულეებს ნახოთ ცხოვრება მიიწევს წინ დღედაღამე მე პირადად დღედაღამე ვფიქრობ იქ დაბადებული ვარ იქ გაზრდილი ვარ და ყველანაირად ჩემი გული იქითკენ არის სოხუმისკენ შვედობიანი ახალი წელი გაგითანოთ ღმერთმა ყველას მინდა
უღრმესი მადლობა გამოუცხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის, რომელმაც დაგვითმოეს არაჩვეულებრივი სივრცე ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეა. აქვე მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე სიკეთე და ბედნიერება მრავალ ახალ წელს. ჯანმრთელობა და მშვიდობა და რა თქმა უნდა, სოხუმში შინ დაბრუნება.